გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამოწერებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რა გაგახარებთ. პერიოდი მივთითეთ თქვენ თვითონ, მე მივუთითებ დაახლოებით 3 თვის. რა გაგახარებთ თქვენს მიერ მითითებულ პერიოდში. იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო გეხებათ თუ არა თქვენ, ნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა, ვინ ხართ თქვენ. ძალიან სერიოზულ ენერგიებში ხართ ძვირფასებო. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამ პერიოდში იყენებთ უფრო გონებას, თქვენს უნარებს. ფიქრობთ ძალიან ბევრს. საქმეებზე ძირითადად ეს არის საქმეები, ეს არის ფინანსები, ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში ეს არის მამაკაცი, ვინც იწვევს თქვენში ბევრ ფიქრებს, თუმცა თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ან წახვიდეთ მამაკაცისგან, ან თქვენი ფიქრები გადაიტანოთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც შემოგიტანთ, ასე ვთქვათ, უფრო მეტ მატერიალურ ღირებულებებს. ეს შეიძლება იყოს ფინანსები, რაღაც სამსახურში, კარიერაში მიღწევები და ასე შემდეგ. თქვენ ცდილობთ ცივი გონებით, ასე ვთქვათ, მიუდგებთ იმ საკითხებს, რაც არის მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში. არ აყვეთ ემოციებს და თუ შეატყვეთ თქვენს თავს, რომ ხდებით უფრო მეტად სენტიმენტალური და რომანტიული, ეგრევე ცდილობთ, რომ რაღაც აიყვანოთ თავი ხელში და გადაერთოთ რაღაც სამსახურეობრივ საკითხებზე. თუ ამოიცანეთ ძვირფასებო თქვენი თავი, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა სიტუაციაა და სხვა ენერგიებში ხართ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. მაშასე ვინც დარჩეთ ძვირფასებო, ნახოთ თქვენთვის, რა გაგახარებთ. ეს არის პირდაპირ თქვენი გამარჯვება ძვირფასებო, შეხედეთ რა ულამაზესი არკანია და შეგრძენით მისი ენერგიები. თქვენ გაგახარებთ თქვენი გამარჯვება, თქვენ გაგახარებთ ის, რომ მიაღწევთ სასურველ მიზანს, რაც იქნება მოსალოცი სხვების მხრიდან. ასევე ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში ეს არის ადამიანი, რომელიც უცებ შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია ის დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა და ბოლო-ბოლო დაადგა საშველი და მოვიდა, მოაღწია თქვენამდე. აი ეს გაგახარებთ, კიდევ რა გაგახარებთ? გაგახარებთ თქვენი მიღწევები, ასევე სულ მიღწევებზე აქ საუბარი ძვირფასებო. თქვენი მიღწევები გაგახარებთ, რომლისკენაც თქვენ ისწრაფოდით, რომელიც ასე ვთქვათ, არის პროცესი, თქვენ გაიმყარებთ, ასე ვთქვათ, თქვენს პოზიციებს. ეს გაგახარებთ, კიდევ რა გაგახარებთ? თქვენ ძვირფასებო, სერიოზულ ტრანსფორმაციას გადახართ, ამ მომენტში შესაძლებელია უკმაყოფილო ხართ რაღაც საკითხით, თუმცა მალე შეიცვლება ეს თქვენი მდგომარეობა და თქვენ გადახვალთ უფრო მეომრის ენერგეტიკაში. მეომარი, სადაც თქვენ ესე იგი წერტილს ვამთ თქვენს წარსულზე, თქვენს ასე ვთქვათ განვლილ სიტუაციებზე და ახალი შემართებით, ახალი ენერგიით ადგებით ახალ გზას, ახალ ნაპირს. ეს გაგახარებთ. კიდევ თქვენ ესე იგი ხდებით უფრო ეცეთ როგორი, უფრო მობილიზებული თითქოს საქმეზე.
ნოსტალგიას, მელანქოლიას, სენტიმენტალიზმს ტოვებთ წარსულში. რადგან თქვენი აზრით ამან არ მოიტანა კარგი შედეგები. ამიტომ ხდებით უფრო ორგანიზებული ფინანსურ საკითხებში, ოჯახურ საკითხებში, კონცენტრირდებით საკუთარ თავზე და აი ეს ყველაფერი თქვენ, რა თქმა უნდა, გახარებთ. კარგით, ასე დავსვათ იგივე კითხვა, რა თქმა უნდა, ცოტა სხვა კუთხით. რას მოაქვს სიხარული თქვენ ცხოვრებაში? პირველ რიგში ეს არის ფინანსები, ერთმნიშვნელოვნად. ეს არის თქვენი საკუთარი ენერგია, თქვენი ენერგეტიკა. როდესაც თქვენ ხდებით უფრო, ასე ვთქვათ, ლოგიკური და უფრო გონებას უჯერებთ ვიდრე გოულს, თქვენ ხვდებით, რომ თქვენი ენერგია რჩება თქვენთან და ენერგოვამპირები და ასე ვთქვათ, სხვა ხალხი ვეღარ გაცლიან ენერგიას და აქედან გამომდინარე, რადგან თქვენი ენერგია თქვენთან რჩება, თქვენ უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებთ, უფრო მეტი სიკეთეები მოდის თქვენს ცხოვრებაში, თქვენ ამას ამჩნევთ, თქვენ ამას გრძნობთ და ეს, რა თქმა უნდა, თქვენში იწვევს სიხარულს. შესაძლებელია თქვათ, რომ აი სად ვიყავი აქამდე, ადრე რატო არ ვდგამდი ასეთ ნაბიჯებს და აქამდე რატომ დავუშვათ არ ვაკეთებდი იმას, რომ მიმეღო ამდენი საჩუქარი და ამდენი მადლი ცხოვრებისაგან. რატო ვუთმობდი ემოციებს, სტრესს და დარდს უმთავრეს დროს ჩემს ცხოვრებაში. აი რაღაც ასეთი ფიქრებია ძვირფასებო. გახარებთ ის, რომ რესურსები იზრდება თქვენი. პირდაპირ მნიშვნელობით მატერიალური და ასევე თქვენი ენერგია და ენერგეტიკა. ხდებით უფრო ჯამრთელი და მტკიცე. კიდევ რა სიხარული შემოვა თქვენ ცხოვრებაში? სოფულებია ძვირფასებო ძირითადად. ფინანსები მოდის თქვენ ცხოვრებაში დიდი რაოდენობით და ეს გახარებთ. უფრო ლავირებას ახდენთ გონებით, ანუ გამჭრიახი ხდებით. რატომ? რადგან აღარ ხართ დამოკიდებული არავისზე ფიქრებით. ფიქრობთ და კონცენტრირებული ხართ მხოლოდ საკუთარ თავზე. ამის შედეგად თქვენი ენერგია, თქვენი ენერგეტიკა არის ერთი მთლიანი მყარი და დაცული. თქვენ დაცული ხართ ავი თვალისაგანაც და ყველაფერისგან, რაც მოდის, ასე ვთქვათ, ნეგატიური სხვებისგან. ამ ყველაფერისგან თითქოს დაცვას აკეთებთ თქვენივე ენერგეტიკით. კიდევ რა გახარებთ ძვირფასებო თქვენ? თქვენ გახარებთ ის, რომ რაც გახელვებდათ ადრე, რაზეც დაარდობდით, რაღაც სიცარიელეს გრძნობდით სულში, შემდეგ რაღაც ეს ყველაფერი აისახებოდა თითქოს ნერვულ სისტემაზე, ნანობდით, მუდმივად უკან იხედებოდით წარსულში. ეს ყველაფერი ხდება თქვენთვის სულერთი. და გახარებთ ის, რომ ეს ყველაფერი გაძლევთ ენერგიას, უდიდეს ენერგიას, რომ სულერთი გახდა ის, რაზეც ადრე ძალიან ბევრს დარდობდით და განიცდიდით. სიხარული არის ის, რომ თქვენ თქვენს თავში აღმოაჩენთ გამოღვიძებას თითქოს, აი გაზაფხულიც მოდის, იღვიძებს ბუნება, იღვიძებს სხეული და თქვენი, ასე ვთქვათ, ენერგეტიკა, მენტალობაც აი ამ პროცესში ახლა გამოღვიძების და გამოღვიძების შედეგად ხდებით, რომ უფრო ძლიერი ხართ, უფრო სტაბილური ხართ, უფრო მეტად აფასებთ თქვენ თავს და უფრო მეტად თავდაჯერებული ხართ და ეს თქვენ გრით სიხარულს. ნუ რაღაც დავა მაინც გაქვთ საკუთარ თავთან, შიშებიც, ამ ყველაფერს იწვევს ილუზიები ძვირფასებო, ამას არ დაუჯეროთ, რა თქმა უნდა. თქვენ ენდეთ თქვენს ნაბიჯებს, თქვენს ჭკუა გონებას, თქვენს IQ-ს ენდეთ აუცილებლად. თქვენ შეგიძლიათ გამოსავალი იპოვოთ ნებისმიერი სიტუაციიდან და ეს არის თქვენი სიხარული. თქვენ ხართ ჯადოქარის შემოქმედი,
თქვენი ცხოვრების, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი საუკეთესოსკენ შეცვალოთ.